აი, როგორც ვილაპარაკეთ, მეგობრებო, ჩვენ უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული ეკლესიის წიგნი და უნდა შევისწავლოთ, არა მხოლოდ განვიხილოთ. ეხლა ამ წუთას შეარდება თქვენთან, აქ არაფერი არ შეარდებოდა. კი, მივხვდები. კი. მე რატო ვერ ხედავ? მოდი, ხო, ის აქვს. ეს მაგ ჩასაკეცი რა. ის speaker mode რაც შენ არის? Speaker mode-ია, მაგრამ იცი რა მინდა? ის რო გამოჩენილიყო ის ქვიანი რა ქვია. დაფინული ხო არა აქვს თამარი? არა. ესე რა. აი, ერთ სიტყვით, როგორც უკვე თქვით, ჩვენ განვიხილავთ აი ამ წიგნს მიზანმიმართულ ეკლესიას, რომლის ავტორიც არის რიგ ჯოინერი. ეს კაცი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკლესიის წმენდსი. ეს არ არის ახალი წიგნი, მაგრამ ის რაც აი აქ არის განხილული ამ წიგნში, ჩემი აზრით, წმინდა წერილს 100%-ით შეესაბამება. რა თქმა უნდა, კულტურული სხვაობები ყველა ქვეყანაში გასათვალისწინებელი იქნება, მაგრამ აქტუალურობას რა თქმა უნდა არ კარგავს და ის საქმე, რომელიც ეკლესიას ევალა 100 წლის წინ, 1000 წლის წინ, ის საქმე ახლაც ავალია ეკლესიას და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, შევისწავლოთ ეს საქმე და დანარჩენს ფალი დაგვანახებს როგორ და რანაირად. რიგ ჯოინერი მიზანმიმართული ეკლესია. ეკლესიის 5 მიზანი. სემინარი იმის შესახებ თუ რისთვის შექმნა ღმერთმა ეკლესია. რა ხდის მას ჯანმრთელს და როგორ მივიყვანოთ იგი ზრდამდე 5 ბიბლიური მიზნის დაბალანსებით. ამო უთხარი რა ეს კონდიციონერი იქნება ან აუწიო, ცოტა მაღალსი, რომ გაითიშოს ხოლმე მაინც, იმიტომ რომ ძალიან ყურში ზუზუნებს რა. თუ არ გამორთავენ მაღალზე მაინც, რავი, სახში ცხელაო ილია ეძახის და ღმერთი ყველაფერს მიზნისთვის ქმნის. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ამ სამყაროში ყველაფერი განსაზღვრული მიზნით შექმნა. სცენარეები, ცხოველები და ბოლოს თვით ადამიანიც. მას არასოდეს შეუქმნია არაფერი უმიზნოდ. ყურადღებით ვიყოთ და დანიშნულების გარეშე. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ეკლესიის მიზანი. უფრო დაწვრილებით განვიხილავთ 5 მიზანს, რომელთა გამოც ღმერთმა შექმნა ეკლესია და როგორ ერთიანდება ეს მიზნები ერთმანეთთან, რათა შეიქმნას ქრისტეს ჯანმრთელი და მზარდი სხეული. იცით, რაც უფრო მეტად სწავლობს მეცნიერება, სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ აი ტყეში წაქცეული ხეც კი ხო თავის მიზანს ემსახურება. ერთი პერიოდი გადაწყვეტეს თუ არ ვცდები ამერიკაში, რომ აი ტყეში წაქცეული მორები აეღოთ კუნძები, რაც ობას იწვევს, ბევრი ჭიები იქნებაო და იმ წელს ფინველები დაწყდნენ მშივრები, იმიტომ რომ იმას რო ჭიები უჩნდებოდა მატლები რაღაცეები, ისინი მოდიოდნენ მიწასაც, აფხვერებდნენ, ჩიტები ჭამდნენ, ჩიტები სხვა რაღაცას აკეთებდნენ კიდე და ასე შემდეგ და სამაგეროთ მწერები გამრავლდნენ მერე და შემოსევა იყო. ეხაში მაგალითად რო ვიყავით, ხო? ღამურებს ებრძოდნენ. და მთელ ტეხასში ძალიან ბევრია კოღოები ზოგადად რა, ის სახში რო შედიხარ, ჩემ მეგობარსაც აქვს, თელიეზო ბადით აქვს შემო პარგული, ასე ვთქვათ, რომ კოღოებმა არ შეაწუხოს და სან ანტონიოში რო ვიყავით, ესე გემით მივდივართ ალამოს ბიჩზე დავსეირნობ და თუ შეამჩნიეთო, გვეუბნება ის ტურისტული გიდი, რომ კოღოები არ გაწუხებთ და კი შევამჩნიეთ მეთქი და რატო თქო და აი აქედან 4 კილომეტრში ვარისო გამოქვაბული. სადაც 100,000-ობით ღამურები ცხოვრობენო და ისინიო მოდიანო და ამ კოღოებსო ანადგურებენ. ისე რომ მთელი ამ დინარის პირზე და ამ სანატონიაში კოღოების პრობლემა არის მოხსნილი. თუ კი აი ეს ფლორა და ფაუნაც კი აი ასე თანამშრომლობს, მით უმეტეს თქვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, მეგობრებო, რომ აი ამოდენა ღმერთმა, ესეთ სასწაულ მოქმედმა, ყოვლის მცოდნე ღმერთმა ეკლესია შექმნა რაღაცა ისე შემთხვევით და არცადა არანაირი ფუნქცია არ მისცა, არ განუსაზღვრა
ინსტრუქცია არ დაუწესა და მით უმეტეს ჩვენც არ უნდა გქონდეს ფიქრი იმაზე, რომ რომელიმე ეკლესია ბრუკლინში იქნება, თბილისში იქნება, ბერლინში იქნება თუ სადაც არ უნდა იყოს, თუ ფილადელფიაში იქნება, ხო? შემთხვევით იბადება. და ღმერთს არანაირი ჩანაფიქრი არ აქვს. ისევე როგორც არც ერთი ადამიანი არ იბადება შემთხვევით. და ასე წერია, რომ ქვეყნიერების შექმნამდე უფალი გრძნობს ჩვენ და ვიმზადებს ჩვენ კეთილ საქმეებს, რომელიც უნდა აღვასრულოთ, ასევე უნდა გვჯეროდეს, რომ ქრისტეს სხეული, რომელიც არის ეკლესია, ისიც თავისი იდენტიფიკაციით იბადება, თავისი ხასიათით, ღმერთის ჩანაფიქრით, თავისი ნიჭებით კონკრეტულ გარემოში, კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტული ადამიანების გადასარჩენად. და რაც მალე მივხვდებით ამას, მით მალე შევძლებთ ჩვენ ღმერთის ნების აღსრულებას, როგორც გუშინაც ვლაპარაკობდით, რომ რაც მალე შეიცნო ღმერთის ნებას სხვადასხვა დონეზე, კეთილი იქნება, სასურველი თუ სრულყოფილი, მით მალე გიჩნდება შანსი, რომ აღასრულო იგი. ჩვენ განვიხილავთო, წიგნის ავტორი ამბობს, 5 მიზანს, რომელთა გამოც ღმერთმა შექმნა ეკლესია და როგორ ერთიანდება ეს მიზნები ერთმანეთთან, რათა შეიქმნას ქრისტეს ჯანმრთელი და მზარდი სხეული. ახლა უნდა გადავიდეთ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე. ადამიანთა უმრავლესობა სვამს კითხვას. ძირითადად მსახურები თუ ეკლესიის პასტორები, რომ რა დაეხმარება ჩემს ეკლესიას ზრდაში. და წიგნის ავტორი გვეუბნება, რომ უფრო სწორი იქნებოდა კითხვა, რა უშლის ხელს ჩემს ეკლესიას გაზრდაში. იმიტომ რომ მაგალითად მოყავს ადამიანის ორგანიზმი, თუ კი ადამიანი ჯანმრთელია და მას ხელის შემშლელი ფაქტორები არ აქვს, ჩვეულებრივია და ბუნებრივია, რომ ადამიანის სხეული გაიზარდოს და მიაღწიოს იმ ზომებს, იმ შესაძლებლობებს, რომელიც გენეტიკურად მას აქვს მიცემული, ხო? ამიტომ უფრო სწორი იქნება კითხვა, ამბობს რიგ ჯოინერი, თუ ასე დავსვამთ. აი ჩვენ მაგალითად ახლა ამ შემთხვევაში ვართ ბრუკლინის ეკლესიის წარმომადგენლები და ბრუკლინის ეკლესიას თუ განვიხილავთ როგორც სოციალურ ორგანიზმს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რის გამო არ იზრდება ეს ეკლესია და რა უშლის მას ხელს როგორც ქრისტეს სხეულს ზრდაში. ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიპოვნით ამ მიზეზებს, გვეძლევა შანსი, რომ აღმოფხვრათ ეს მიზეზები და ცოცხალმა ორგანიზმმა დაიწყოს ზრდა. თქვენი აზრით, ცოტა ლირიული გადახვევა გავაკეთოთ, ეხლა სანამ შემდეგ სლაიდზე გადავალთ. ხომ არ შეგიმჩნევიათ მაგალითად, რა შეიძლება უშლიდეს ხელს ჩვენს ეკლესიას ზრდაში. ზრდაში იგულისხმება გამრავლებაც, ზეგავლენის ძალაუფლების შეძენაც, განსაღი პროცესები, მისიის შესრულებას და ასე შემდეგ. როგორც წარმოგიდგენიათ, ძლიერი ეკლესია. ხო არავისა გაქვთ იდეა, რა შეიძლება გუშლიდეს ხელს? ალბათონმა გუგულიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხრიანში მოარტყა პასუხისგებლობა. აბა, განარჩენები? მონდომება. მოტივაცია ესე იგი. კიდევ? არა გვაქვს სურვილი, არა გვაქვს ესე იგი, რომ გავიზარდეთ. აი ამ შემთხვევაში ძალიან არ გვაქვს სურვილი. ეძღვნაო. ლოცვის ნაკლებობაო. გასაგებია, ნუ მიზეზები გასაგებია. თქვენ ასე წარმოგიდგენიათ და ძალიან კარგი. ამ უნდამაც რაღაცა მოიფიქრა, მაგრამ სანამ თავისთვის გრამატიკულად გადაამოწმებდა, მანამდე ჩვენ გადავედით შემდეგ სლაიდზე და მე წერილობით გამოგვიგზავნეს თავი. ჯანმრთელობა ზრდის გასაგები. აი შემიძლია გითხრათ, რომ 4 შვილი მყავს და არც ერთ ჩემ შვილს არ ვეუბნები ხოლმე, რომ აბა შენიცი ახლა. ეს უნდა გაიზარდო 1.5 სანტიმეტრით მაინც, ან შენ აბა შენიცი ახლა უნდა ეძლო რომ გამეწიო სიმაღლეში. იცი რა, არ მithქვამს არც ერთისთვის რომ უნდა გაიზარდო მეთქი.
წარმოგიდგენიათ, რას ვაკეთებდი ოღონდ იმისათვის, რომ ჩემი შვილები გაზრდილიყვნენ? უზრუნველყოფდი, რომ ზამთარში შესაბამისად ჩაეცვათ. თუ არ გაციებულიყვნენ და არ მომყარიყვნენ. ზაფხულში შესაბამისად ჩაეცვათ. ღამე დაეძინათ. ნორმალურად ეკვებათ. ევარჯიშათ, წყალი თავის დროზე დაელიათ, ვიტამინები მიიღოთ და ხო ისასწაული. ისინი ბუნებრივად გაიზარდნენ და ზოგიერთები იმაზე მეტადაც გაიზარდნენ, ვიდრე მოველოდი. შესაბამისად, რა არის გასაღები იმისა, რომ ეკლესიის სხეულიც გაიზარდოს, ქრისტეს სხეულიც. ყველაფერი თავის დროზე უნდა მიეწოდოს და ყველაფერი შესაბამისად უნდა მოხდეს ქრისტეს სხეულში. ჯანმრთელ ორგანიზმში ზრდა ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. არაჯანსაღი ორგანიზმი სხვადასხვა დაავადების ნიშნებს ავლენს. როცა ეკლესია ჯანმრთელია, ის ბუნებრივად იზრდება. ცნობილია საყოველთაოდ, რომ ცოტა ძველი ინფორმაციით არსებობს, რომ ადამიანის ორგანიზმში 9 სისტემა. მაგრამ ცოტა ახალი ინფორმაციით კიდევ 2 სისტემა დაამატეს, იმიტომ რომ მანამდე არსებული 9-დან 2 გაყვეს და ერთ-ერთი არის მაგალითად სისხლის მიმოქცევის სისტემა, სასუნთქი სისტემა, ძვლოვანი სისტემა, კუნთოვანი სისტემა, ნერვული სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა და იცით რა ხდება ადამიანის ორგანიზმში ყველა ეს სისტემა შეთანხმებულად და დაბალანსებულად ურთიერთთანამშრომლობს. თუ რომელიმე ადამიანის ორგანიზმში არსებული სისტემებიდან შეწყვეტს სათანადოდ ფუნქციონირებას, აი მაგალითად ირკმელები, რომელშიც შედის შარდსასქესო სისტემა, ხო, ირკმელებმა რომ ან საჭმლის მომნელება რომ შეწყვეტოს საჭმლის მომნელება, ან ირკმელებმა რომ შეწყვეტოს წყლის გადამუშავება იქნება, თუ ან ღვიძლმა რომ შეწყვეტოს სისხლის გაწმენდა და ასე შემდეგ. რა მოხდება ამ შემთხვევაში? ეს რას გამოიწვევს? ჯერ ესეთი ორგანიზმი დაავადება და თუ დროზე არ უშველეთ, საბოლოო ჯამში ეს გადაეცემა ყველა სხვა სისტემას და რომც არ გადაეცეს, შეიძლება ადამიანს მხედველობა ჯანსაღი დარჩეს, მაგრამ ღვიძლი დაეშალოს და მოკვდეს. და ის მხედველობაც ფუნქციონირებას წვეთს, ხო? ნახეთ, წმინდა წერილში ჩვენ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ შემთხვევით და წმინდა სულმა უпроსორად შემთხვევით არ შეადარა და არ გაავლო პარალელი ქრისტეს სხეულს, ეკლესიასა და ადამიანის სხეულს შორის. ძალიან ბევრ ადგილზე ჩვენ წმინდა წერილი პირდაპირ გველაპარაკება, რომ აი როგორც ადამიანის სხეული არის ერთასოდ შეკრული, ერთ ორგანიზმად, ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, ასევე არის ქრისტეს სხეულიც და იქაც ყველანი პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ფუნქციების შესასრულებლად და თუ კი იქ რაღაცა წვეთს ფუნქციონირებას, მოსალოდნელია, რომ ძლიერი ორგანიზმი დაავადდეს და თუ დროზე არ მიეხედება, მოსალოდნელია, რომ სიცოცხლე შეწყვიტოს. არ არსებობს ეკლესიები, რომლებმაც სიცოცხლე შეწყვიტეს. ჩვენ არ უნდა გქონდეს გულარხეინი დამოკიდებულება ისეთი, რომ აი ეს ღმერთი მიხედავს და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ რა ვთქვით? ჩვენი გონიურული მსახურება უნდა მიუძღვნათ უფალს. ჩვენ რა ვთქვით? ჩვენ უნდა დაუგეგმოთ რაღაცეები და უფალი წარგვიმართავს ნაბიჯებს. ხედავ ჩვენი გუშინდელი თემატიკა როგორ ჯდება დღევანდელ განსახილველ საკითხში, არა? წმინდა წერილის მიხედვით, აი ამ წიგნიდან გამომდინარეც და იმდიადი დავალებიდან თუ ყველაზე დიდი მცნებიდან გამომდინარეც, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ქრისტეს სხეულს, ეკლესიას 5 ძირითადი სისტემა აქვს, რომელიც ხმაშეწყობილად და აბალანსებულად უნდა მუშაობდეს და როდესაც ეს 5-ვე სისტემა ფორმაშია და თავის საქმეს აკეთებს, მაშინ ეკლესიაც ბუნებრივად ვითარდება და ქრისტეს სხეულიც იზრდება. რატომ გვიჩვენებს სემინარები სურათის მხოლოდ ნაწილს? წიგნის ავტორი ამბობს, რომ უამრავი კონფერენცია არის ქრისტიანული თემატიკის
ამ დედამიწის ზურგზე ჩატარებული და ძალიან ხშირ შემთხვევაში ქრისტიანები აი ასეთი ეკლესიის განვითარებისთვის მიძღვნილ კონფერენციებზე სრულ სურათს ვერ აღწერენ ხოლმე. ისინიც რაღაცნაირად უფრო კონცენტრირებულები არიან ხოლმე რაღაცა ერთ მიმართულებაზე და თითქოს ყველაფერი მართალია, მაგრამ თუ ძალიან სურათს ვერ დავინახავთ, შედეგი მაინც არ იქნება ისეთი, როგორცაც მოვლით. მაგალითად, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეკლესიის განვითარების უმთავრესი გასაღები არის მცირე უჯრედების ქონა. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ხო? ჩვენ ვცდილობთ, აი, ავად თუ კარგად, როგორც გამოგვდის, ხან ისე, ხან ესე, ხან ჩავარდნებით, ხან ის, მაგრამ და ჩანასახი გვაქვს უჯრედული სისტემის და ვიღაც ამბობს, რომ აი, თუ მცირე ჯგუფები გექნება, ეკლესია გაიზრდება. რატო? იმიტომ რომ მცირე ჯგუფებში არის ხალხთან მოზიარეობის კარგი საშუალება, მცირე ჯგუფებში არის დამოწაფების კარგი საშუალება, კონკრეტული მესიჯის განხილვის კარგი საშუალება. სვამ შეიძლება გითხრას, რომ იცი რა, იყვანისცემის გარეშე ეკლესია წარმოუდგენელი. იმიტომ რომ რა თქვა იესო ქრისტემ, რომ ჩემი მამა ეძებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, ვინც სულითა და ჭეშმარიტების ცემს. ამიტომ ეკლესიაში მაღალ დონეზე უნდა იყოს თაყვანისცემა და ასე შემდეგ. და თუ ეკლესიაში არ არის თაყვანისცემა, მას ვერ ვიზიდაო, სულიწმინდას არ ექნება შესაძლებლობა. შეიძლება გარკვეულწილად ესეც მართალი იყოს, მაგრამ არც ეს არ გვეუბნება თავარ სურათს. სხვა ვიღაცა იტყვის, რომ მოწაფეობაა ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ თუ ქრისტიანები კიდეც მიიღებენ იესო ქრისტეს წმენით, მაგრამ ისინი რაღაცა წორთნის პროცესში არ იქნებიან ჩაბმული და სხვა უფრო მომწიფებული ქრისტიანები არ იქნებიან მუდმივად მზრუნველობის სტადიაში, მზრუნველობის მდგომარეობაში და ამ ხალხს არ მოემსახურებიან, რომ გაიზარდონ, ისინი ძალიან მალევე შეიძლება სადღაც გადავარდნენ და დაიკარგონ და მოწფეობაზე აქვთ აქცენტი. სვამ შეიძლება თქვას, რომ მსახურება, ადამიანების მსახურებაში ჩართვა, ადამიანების გაზრდის ყველაზე კარგი საშუალება შეიძლება ითქვას. ჩვენ ახლა აი მეგობრებო, აი ამ ყველაფერს გარკვეულწილად გავდივართ კიდეც. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მახარებლობაა ყველაზე მთავარი. ხო, აი თუ მახარებლობაში არ არის ეკლესია გაწაფული, იჯექით და ელაპარაკეთ ერთმანეთს რამდენიც გინდათ, თუ ახალი ხალხი არ მოვიდა, აბა რა აზრი აქვს ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და ყველა თავისებურად მართალია, მაგრამ ეს იგივეა, რომ სპილოს შეხედო მხოლოდ ერთი მხრიდან და ვერასოდეს ვერ მიხვდე როგორია ხორთუმი და უყურო მარტო კოც და იმის უკანას და ვერ დაინახო სპილო მთლიანობაში როგორია. თქვენ გჭირდება წმინდა წერილის საფუძველზე დავინახოთ როგორია ეკლესიისთვის აუცილებელი ყველა ის სისტემა და რა მსახურებები არის მნიშვნელოვანი რომ იყოს ეკლესიაში, რა სისტემებია მნიშვნელოვანი რომ იყოს ეკლესიაში, რომ ეკლესია იყოს ჯანსაღად და ბუნებრივად მზარდი. მართვა. აი ასეთი საკითხს შევეხებით ახლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გუშინაც ვილაპარაკეთ ამაზე. პროცესებს სჭირდება მართვა, მეგობრებო. თუ პროცესები არის თვით დინებაზე მიშვებული, მაშინ ძალიან დიდი ალბათობით ნებისმიერი პრობლემა, გამოწვევა, საკითხი არათუ არ მოგვარდება, არამედ უფრო გაღრმავდება და გამოიწვევს კოლაფსს. აი მე ზოგიერთ თქვენგანს ვიცნობ და ვიცი, რომ შეუძლიათ რეაგირება რაღაც საკითხებზე. თუ რაღაცა იცე ვერ არის, შეუძლიათ მართონ პროცესი, რაღაცა თენიშნა მოიტანონ, რაღაცა მიმართულება, რაღაცა წინადადება. ზოგიერთები უფრო თავშეკავებულები ხართ და რაღაცნაირად უფრო რბილი ხასიათი გაქვთ შეიძლება და ფიქრობთ, რომ რაღაცა თვითონ მოგვარდება, მაგრამ რას გულისხმობს კონკრეტულად მართვა? აი შეისწავლა მართვის დანიშნულება ამ სიტყვის და აღმოაჩინა, რომ მართვა რაღაცის, მაგალითად თუნდაც მანქანის, ნიშნავს, რომ წარუძღვე ამ მანქანას პროცესებს, თქვა სიტყვაზე, დააკონტროლო, რომ არ გადავიდეს სადღაც, ან მისცე მიმართულება. ანუ რაღაცას, როდესაც მიუძღვები, რაღაცა პროცესებს, როდესაც აკონტროლებ, რაღაცა პროცესებს, როდესაც მიმართულებას აძლევ, აი ამას მოიაზრებს მართვა. მოდი ახლა დავსვათ ასეთი კითხვა. ჩვენს ეკლესიას რა მართავს? ცოტა ხანი ეს რიტორიკული კითხვა არის. რა პროცესები მართავს, ხო? ვინ პროცესები მართავს, ხო?
კი ბატონო. ვინ მართავს, რა მართავს? ეხლა ჩვენ მივხვდებით რა იგულისხმება ამაში. აქ არის მოყვანილი მაგალითები სხვა და სხვანაირი რა შეიძლება მართავდეს ეკლესიას. აი შეიძლება იყოს ესეთი მართლობითი ფორმა, როდესაც ტრადიცია მართავს ეკლესიას. შეხვედრი ხართ ასეთ ეკლესიებს? რაღაც რატომ მართლმადიდებლურა? ხო, მაგალითად, აი თბილისში გვაქვს ესეთი ტრადიცია. 15 წუთს ადრე მივდივართ და ვლოცულობთ. მე ან შესავალს აკეთებს ვიღაცა. ახლა ჯგუფი სულ ლოცულობს კაცო, მაგრამ როცა ხალხი იკრიბება უშუალოდ კრების წინ 15 წუთი მიდის ლოცვა კონკრეტული მსახურებისთვის, შემდეგ ვიღაცა შესავალს აკეთებს, შემდეგ გუნდი ადის, შემდეგ ვიღაცა საჭიროებებისთვის ლოცულობს კიდე, შემდეგ შესაწირი არის, მე არის ძირითადი სიტყვა ბოლოს მოწოდება. ეს ტრადიციაა. ემი თავიც კი დამიჭერია. როდესაც რაღაცის შეცვლა მოგდომებია, როგორ დისკომფორტს გამიცდი. ყოველთვის ადამიანები იმდენად ეჩვევიან ხოლმე რაღაცებს, ისე არიან ხოლმე, გოხდათ მორგებული, შეჩვეული რაღაცა პროცესებზე თანამდებობას. როგორც კი რაღაცა იცვლება, როგორც კი რაღაცა ისე არ არის, როგორც ბოლო 10 წელიწადი იყო, მაშინვე დისკომფორტს განიცდიან ადამიანები. მე მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში მიმიწვიეს დირექტორად დამეწყო მუშაობა, გადავწყვიტე, რომ შევისწავლე ფასები, რა ფასებს ვიყიდით, იყო ერთი გერმანული კომპანია, გერმანული მაღაზია და მაგალითად ლარნახევრიანი ბლოკნოტი ჩვენ ვყიდულობდით ხოლმე თურმე იმ მაღაზიაში 7 ლარნახევრად და მე ვთქვი, რომ ეს ასე აღარ იქნება. ამის მერე გაგაგზავნით ბაზრობაზე, აიღებ ზედნადებს, გამოგიწერენ ჩეკს და ვიყიდით 7 ლარნახევრის ნაცვლად ლარნახევრად ბლოკნოტს. და ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამიპროტესტა. არაო, ჩვენ ამას ასე არ გავაკეთებთ. რატომ მე ვთხარი, არ გვინდა რომ ფული დავზოგოთ? კიო, მაგრამ თქვენ სულ ასე ვაკეთებდით ხოლმე აქამდეო და ახლა რატომ უნდა შევცვალოთ? მე ვთხარი, აქამდე მეც არ ვიყავი თქვენი დირექტორი, მაგრამ შეიცვალა დირექტორი და შეიცვალა ტრადიციები. ეს იმას ცუდი გულით კი არ ვთქვამს. ასე ხდება ხოლმე. ტრადიცია მართავს ეკლესიას. ადამიანები შეიძლება იცვლებოდნენ, შეიძლება იცვლებოდეს დროება, ყველაფერი, მაგრამ ტრადიცია როგორც იყო, რჩება ესე და არის, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგალითად შეიძლება იყოს ისეთი ეკლესიის ტიპი, სადაც ლიდერი არის ძალიან ძლიერი. აი მაგალითად ლაშარო არის, გიწახებს ერთს და გაბნევს, მას ვეღარ ამოიღებ, ხმამაღლა რო გეტყვის, რომ აბა დღეს რატო არ ილოცებ, თქვა სიტყვაზე. ძლიერი ენერგეტიკული ლიდერი და ყველაფერი კიდია მის შესაძლებლობებზე. ყველას ის ურეკავს, ყველას ის ახსენებს, ყველას ის ამოტივირებს, ყველაფერს ის აკონტროლებს, აბა ხაჭაპური მოვიტანეთ, აბა რა ხდება, ეს აბა წყალი ჩაი დავდგით, გამოვიდით, ყველაფერი. სამერე მოკვდა ასეთი ლიდერი და დაიშალა ეკლესიაც. რატომ? იმიტომ რომ ძლიერი ლიდერის მმართველობაც არასწორი ფორმა არის, ისევე როგორც ტრადიციის მმართველობა. თქვენ ახლა უკვე ხვდებით, რატო ვცდილობთ ჩვენ, რომ იყოს გუნდი უყურების და არ იყოს ერთი ადამიანი. იცით, ძალიან კომფორტულია ერთი ქადაგება მოამზადო. საერთოდ არავინ არ შეაწუხო. არავის არ ეპატიჟო, მოდი შევხვდეთ, მოდი გავინაწილოთ ფუნქციები. მოდი შენ თქვი რაღაცა სხვათა შორის კვირას დამოწმება გწუთიანი. შენ თქვი რაღაცა, აგერ შენ არ იქნები, თორე შენს გექნებოდა. შენ გამოდი იყავით გაბედული ვიღაცები გვერდზე დაიყენე, მაკაბიცოლას დამოწმება არ მიმისმენია. რამდენი ხანია და კვირას შენს გამოდიხარ და გვიყვები რაღაცას 5 წუთი, 2 დღით ადრე გაფრთხილი მეგეთ. ძალიან მნიშვნელოვანია. შესავალს რა თქმა უნდა, ლაშა აკეთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემა და გუნდი მართავდეს. და ამის მიღმა კიდევ სხვა რაღაცები, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. ზოგიერთი ეკლესია არის კონცენტრირებული ფინანსებზე. და შეიძლება სულ იმაზე ფიქრობ, აი ფული არა გვაქვს, ფული არ გვექნება, ფული თუ არ ქონდა რანაირად უნდა განვითარდეთ და გამუდმებით კონცენტრირებული არიან ფინანსებზე და ხშირ შემთხვევაში ასეთი ეკლესიები ფულს შოულობენ ხოლმე. იმიტომ რომ კეთილი ხალხის მეტი რა არის ამ დედამიწაზე, დადიან ეკლესიებში, ფონდებს აყალიბებენ რაღაცებს, მაგრამ საქმე რა ხდება, იცი? შენობებს აშენებენ, რაღაცა მისიებს აყალიბებენ, მაგრამ სარიელია ხოლმე ის შენობები, იმიტომ რომ ფულით დაწყებული საქმე
არასოდეს არ მინახავს რომ იყოს წარმატებული. ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესი საფუძველი იმისთვის რაც შეიძლება იყოს ეკლესიის დასაზრდელად და ეკლესიის განსავითარებლად შეიძლება იყოს ღმერთის მიერ დასახული მიზნები. არც ფინანსები, არც ძლიერი პიროვნება, არც ტრადიციები, როდესაც ეკლესიაში ყველა სისტემა დაბალანსებულად მუშაობს და ეკლესია მიზანმიმართულად ახორციელებს თავის დანიშნულებას, რისთვისაც ღმერთმა გააჩინა, მაშინ ეს ეკლესია ინარჩუნებს სიცოცხლის უნარიანობას და ადამიანები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ საქმე გრძელდება. თქვენ სიცოცხლეს გვაძლევს ღმერთის მიზნებისთვის ცხოვრება. როგორც კი ეკლესია წვეთს ღმერთის მიზნებისთვის ცხოვრებას, ეკლესია კარგავს თავის ფუნქციას და უახლოვდება ციგნს. უშინაც წავიკითხეთ ჩვენ იგავების მე-16 თავი მე-9 მუხლი. კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს. ჩვენ გეგმები გვაქვს, მაგრამ საფუძველი უნდა იყოს იესო ქრისტე და მის მიერ განსაზღვრული 5 მიზანი. აი გავაჟღერეთ, რომ ეკლესიაში არის 5 მიზანი. იესო ქრისტე ეშენებს თავის ეკლესიას. პათესახარებაში მე-16 თავის მე-18 მუხლში წერია, რომ მე ავაშენებო ამბობს იესო ქრისტე ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ ძლევენ მას. ნახეთ, იესო ქრისტე თავად აშენებს თავის ეკლესიას. ჩვენ არ შეგვიძლია იესო ქრისტეს მიზნებისგან ცალკე ვიდგეთ, მისი ღირებულებები არ გქონდეს, მისივე მიზნები არ გვამოძრავებდეს და გვამოტივირებდეს და აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ავაშენოთ ეკლესია და იესო სტარი იყო. შეუძლებელია გქონდეს არა ის მიზნები, არა ის ღირებულებები, რომელიც აქვს იესო ქრისტეს და შენ რასაც ქვია მართლა ეკლესია აშენე. ორი საკვანძო საკითხია აი ამ მუხლში, რაზეც ხაზი უნდა გაუსვათ. პირველი, ეკლესია ის არის, რაც უნდა აშენდეს, ანუ მას აშენება ჭირდება. ეს არ მოხდება სპონტანურად. იცი, აი გუშინ უფალმა მითხრა, რომ აქ ეკლესიას ავაშენებ და ვიცი, ეხლა აშენდება. არა, იმას დაჭირდება გულმოდგინე მუშაობა. საკმარისი არ არის, გულარხეინობამ არ უნდა მოგვატყუოს. და მეორე, შენებელი იესო ქრისტეა. თუმცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღმერთის ეკლესიის მშენებლობაში ის ვის იყენებს? ჩვენ ადამიანებს, ჩვენ ვართ ადამიანები, ზოგადად. ამდვილი ადამიანები. დიდება უფალზე. მოციქული პავლე ამბობს, მე როგორც ბრძენმა მშენებელმა საფუძველი ჩავყრა. 1 კორინთელთა 3:10. თქვენი მსახურების საზომი არ არის ის, რამდენად დიდი და მდიდარი გახდა ეკლესია. იმიტომ რომ აი ლონდონში განსაკუთრებით რო ვიყავი, ხო? ისეთი მაგარი შენობები ერთ აშენებოდა. სამწუხაროდ ზოგიერთი ეს შენობა მუზეუმისთვის არის გამოსყიდული, ზოგიერთი შენობა კეტილია, იმიტომ რომ ვერ ყიდულობენ სიძვირის გამო. ზოგიერთი კიდე მუსლიმებმა იყიდეს, რომ მეჩეთებად გადააქციონ და თავიანთ მედრესებად. ეკლესიის შენობები არა, ამა. რატომ? იმიტომ რომ მათ შეიძლება დიდი ფული იშოვნეს, შეიძლება დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, შეიძლება ლამაზი შენობები ჰქონდათ, მაგრამ ეს არ არის საზომი წარმატების. წარმატების საზომი არის გაუძლებს თუ არა იგი გამოწვევებს ცხოვრებისას. იმიტომ რომ ყველა საქმე, როგორც წერია წმინდა წერილში, გამოიცდება ცეცხლისგან. ხივა და ნამჯა დაიწვება, მაგრამ ის რაც უფლისაგან არის გაკეთებული, უფლის სულით არის გაკეთებული, ის გაუძლებს. სამი ნაბიჯი მიზანმიმართული ეკლესიისკენ. რა უნდა გაითვალისწინოს ეკლესიამ, რომ იყოს მიზანმიმართული ეკლესია? ყარა. ხომ არა გაქვს სურვილი, რომ გამიზიარო, რაც ხა ისეთ კვილად იღიმები, რომ პირველი მიზანმიმართული ეკლესიისთვის საჭიროა, რომ ეკლესიამ მიზნები გაიგოს, რა მიზნები. თუ არ იცი რა არის შენი მიზანი, რისთვის უნდა იღვაწო. მეორე, გაგიკვირდებათ და გამუდმებული საუბარი ამ მიზნებზე. გამუდმებული საუბარი, იმიტომ რომ როგორც უკვე პრაქტიკა აჩვენებს, ერთი მოპატიჟება, ერთხელ ქადაგება, ერთხელ რაღაცის
სწავლება საკმარისი არ არის მეგობრებო. ჩვენ გამუდმებით ამაში უნდა ვიხარშებოდეთ, გამუდმებით ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და მე აი ის რაზეც ვლაპარაკობთ, რასაც დავინახავთ, რისკენაც მივდივართ, აი ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა, გამოყენება. ლაპარაკად არ უნდა დარჩეს. აი მაგალითად ლაშამ თქვა, რომ იმისათვის რომ რაღაცა ახალი ხალხი მოვიზიდოთ, რაღაცა ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ. შეიძლება გავიდეთ რაღაცა პარკში და ბარბეკიუ გავაკეთოთ. შეიძლება აი რაღაც მთაში წავიდეთ და ლაშქრობა გავაკეთოთ. ვიღა რა მაგარია. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ პოდკასტები უნდა ჩავწერო. რა მაგარია. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე კონტენტი უნდა შევქმნა. რა მაგარია. ეს ყველაფერი მაგარია, მაგრამ მიზნები დასახულია. გეგმები დასახულია, მაგრამ რა მოხდება თუ ჩვენ ამ ყველაფერს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ დავნერგავთ და არ დავიწყებთ ამის სისრულეში მოყვანას? რა იქნება? ლაპარაკი საქმის ნაცვლად. თუ მომეხოლმე რომ საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენთან იქნება უკუღმა. იცით რა, იესო ქრისტე როდესაც მოვიდა, მან არა მხოლოდ ილაპარაკა, მან საქმითაც გვაწვენა, რომ მისი სიტყვები არის სიცოცხლის უნარიანი. მიზანმიმართული ეკლესიისთვის საჭიროა გავიგოთ ღვთის მიზნები, დაამსაზღვროთ ისინი ჩვენი ეკლესიისთვის, რეგულარულად ვისაუბროთ მათზე, რათა ყველა მიცოდეს, რისთვის არსებობს ეკლესია და ეს მიზნები ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში დავნერგოთ და გამოვიყენოთ. ცვალი გვაქვს? ნებისმიერით. აი მომეციის კაცოცი თქვა, თუთა თქვენ გწივათ პრინციპი. დება უფალს. რატომ არის საჭირო მიზნების მკაფიო გაგება? აი ჩვენ გუშინ რამოდენიმეჯერ დავდექით ფაქტის წინაშე. კონკრეტულ რაღაცებს შევეხეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველა ადამიანი თავისებურად იგებდა იმ ნათქვამს. თქვენ აი რაღაცა ერთი წინადადება რო ვთქვათ, აი ხო გინახავთ ისეთი თამაში. გაფუჭებული ტელეფონი ქვია თუ რა ქვია, რაღაცას ვეტყვი მაიკოს, დავწერ იმას ფურცელზე, რასაც ვეუბნები, მე მაიკო ეტყვის მარის, მარი ეტყვის ლაშას, ლაშა ზურას და ბოლოს დიანა რო დაწერს იმას, რასაც გუგული ეტყვის მას და შევადარებთ. ვარიანტი არ არის ერთი და იგივე რო იყოს. რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანი შეიძლება ერთი და იგივე რაღაცას ისმენდეს კიდეც, მაგრამ თუ გამუდმებით არ ხდება ამის მიტანა, გაშიფრვა, გამეორება, შეუძლებელია რომ ყველა ადამიანმა ერთი და იგივე სიტყვების მოსმენისას ერთი და იგივე აღიქვას და მით უმეტეს ერთი ცდელობით დაიმახსოვროს რაღაც. დიახ. მან ჩართე მაშინ რო ხმა გავიგონოთ შენი მიკროფონი. აქ ვერ გაიგონებ. მან თუ არ გეკეთე. მიკროფონს დააჭირე ხელი. რისი თქმა მინდოდა და ესე იგი რაღაც კომპანიაში დავიწყე მუშაობა და ეს კომპანია არის თან აი McKinsey და ის თუ არის ერთ-ერთი ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის ქართული რაღაც ვერსია და ესე იგი ესე ტრენინგები იყო რომ აი არაფერს არ აკეთებს საერთოდ თუ მიზანი არის ან ნებისმიერ რამეს რო იწყებ მიზანი თუ არ გესმის იდეაში არ იღებ არანაირ პროექტს და დილას რო იღვიძებ ან რამ სამსახურში მიდიხარ იწყებ მიზანი ამ დღეს და იმდენად აი რო არის brain wash არის რა იმდენად ჩდება მე რომ აი თითქოს ყველაფერზე აი მაგალითად სამზარეულოში რო შევდივარ რო უნდა ვჭამო მიკროფონი ჩემი მიზანი რა არის უნდა ვჭამ მე ხა აქ შეხვედრაზე რომ მოდიხარ ჩემი მიზანი რა არის ანუ მიზანი რა არის ამ შეხვედრით ან ჩემი მიზანი რა და იმდენად ჩაჯდა რომ აი მე მგონია რომ ყველამ უნდა გადააწყოს წვინი აი იმაზე რომ აი უფრო მეტი შედეგიანი იქნება ძალიან სულია რომ ორ ხმაშია ჩემი ხმა და მოდი გავშვი არა ძალიან აქ კარგად ჩაიწერება სავარაუდოდ ასე რომ ცუდი არ არის
კი ბატონო, გეთანხმები. ამიტომაც აი თუ გახსოვთ ჩემი წინა ჩამოსვლის წინ ფურცელზეც დაგიწერეთ კიდეც, რომ აი რა მიზანი მაქვს მან რომ მოვდივარ. ეხლაც ფურცელზე აღარ დაგიწერეთ, მაგრამ ვიცი რომ ფურცელზე დაწერილი ცუდად მოქმედებს მოგერთებთ. ეხლა ზეპირად გადმოგეცით რომ მინდა რომ აი ამ წიგნზე ვილაპარაკოთ. ეს წიგნი მიზანმიმართული ეკლესიის თვისებები ჩვენი შემდგომი თვეების სალაპარაკო თემაა. მე არ გაჩქარებთ ეხლა თქვენ არც იმას გეუბნებით რომ ჩვენ ეხლა ერთ კვირაში ორ კვირაში გადაუღეჭავთ ამ წიგნს და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ეს კარგად აგვიჯდება ტვინში, აზროვნებაში, ჩვენ ხალხს გადავცემთ, ჩანაწერებიც გვექნება, ახლებსაც მოვასმენინებთ და ნელა-ნელა მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ იმენად აგვავსებს ეს ყველაფერი, რომ გადმოიღურება ჩვენგან და საქმეებში გამოიხატება. ლირიულ გადახვევას გავაკეთებ ერთხელ ჯორჯ ბუში ვნახე სიზმარში. მაშ პრეზიდენტი იყო და ძალიან რთული პერიოდი ქონდა, აი როგორც ეხლა. არა იმიტომ რომ რაღაცა ვინმე რამე მხარეს ვემხრობიან რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური შეხედულება. ხალხი იყო ძალიან ნიჰილისტურ მდგომარეობაში, დაყოფილი, პოლარიზებული მაშინაც და ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც სახლი თავის წინააღმდეგ არის დაყოფილი, ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე და გაეშველებმა მეთქი საქართველოს ნერვიულობდი, როლოცულობდი და სიზმარში ჯორჯ ბუში დამესიზმრა და ესეთ რაღაცას მეუბნება. თავიდან არისო სიტყვა. სიტყვაო დამოუკიდებლობის შესახებ. ლაპარაკობ დამოუკიდებლობაზე, ლაპარაკობ. ყველა უჯრედი შენი აიჯღინთება ამ დამოუკიდებლობის წინააღმდეგობები, გადაილახება, ყველაფერი გადალაგდება, ყველაფერი ამ დამოუკიდებლობის ირგვლივ დაიწყებსო ტრიალს და იმდენად აავსებსო მე საქართველოსო, რომ ვაჟღინთულიო დაიწყებს მოძრაობასო დამოუკიდებლობის მიმართულებით და მე იმ მოძრაობებს კიდე პრობლემები ექნება, გამოწვევები ექნება, მაგრამ მე ის დამოუკიდებლობაც დადგებაო და ეს პროცესიაო. ხო, ჯერ ლაპარაკის პროცესში ხარ, ეს ხდებოდა დაახლოებით 2003 წელი იქნებოდა, ან 2 წელი წარმოიდგინე, როგორც მახსოვს რა. ასე რომ ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ წმინდა წერილს მივმართავთ, თავიდან ყველაფერი სიტყვით იწყება, ხო? სიტყვა მოდის, ელაპარაკება სიტყვით უფალი. ამ სიტყვას ერთხელ ისმენ ქადაგებაში ორჯერ წაიკითხავ, მესამეც სული წმინდა გაგიმახვილებს ყურადღებას დაავსებს. როგორ წერია წმინდა წერილში? აი ყველა თქვენგანშიო უხვად დამკვიდრდეს ღმერთის სიტყვა. რა საჭიროა ეხლა აფიოდ გაგება ამ მიზნების? აი ავტორი წერს ასეთ რაღაცას. სოფლიოში მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ ადამიანთა უმეტესობას ეკლესიაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. იციან, რომ ღმერთს სურს ქრისტიანები ერთად იყვნენ, მაგრამ რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები ერთად? ეს არ იციან. ზარდ ეკლესიებს აფიო ხედვა. მათ ესმით, რისთვის არსებობენ და რისკენ მოუწოდა მათ ღმერთმა. იცი აი გუშინას დააკვირდით. ჩაგეძიეთ. ღმერთის ნების შეცნობაზე რო ვლაპარაკობ. რომ აი თუ ასე არ მიესადაგები წუთი სოფელს და განიახლებ შენს გონებას, შეიცნობ რა არის ღმერთის ნება და რო შეგეკითხოთ, რა თქმა შევიცნოთ ღმერთის ნება, შეგეკითხოთ და იმიტომ რომ კარგია, იმიტომ რომ კეთილია, იმიტომ რომ აი გონება რო განვიახლოთ, მე უყუღმა დავიწყეთ ლაპარაკი ისეს და ძლივს მივედით იქამდე რომ ღმერთის ნების შეცნობა იმისთვის გვჭირდება, რომ ღმერთის ნება განვახორციელოთ. თუ ღმერთის ნების განხორციელებას არ აპირებ, გინ შეგიცვნია და გინ არ შეგიცვნია. ეგ იგივეა რომ მიხვიდე ექიმთან და უთხრა, ექიმო, თვალებიდან ვერ ხედავ და რისი ბრალია? რისი ბრალია და მუქი სათვალეები გიკეთია მოიხსენი. დიდი მადლობა, გამოხვედი და არ მოიხსენი ეს მუქი სათვალეები. ან სათვალეები გჭირდება. დიდი მადლობა, გაიგე მიზეზი, მაგრამ არ გამოიყენე. შეიძლება რამე? გაიგე ღმერთის ნება, მაგრამ არ გეგმაო მის განხორციელებას, მის დამორჩილებას, მის სისრულეში მოყვანას. აზრი? ამიტომ არის საჭირო აფიოდ ეკლესიის მიზნების ცოდნა. 5 მიზეზი აფიო მიზნების ქონისთვის. რატომ უნდა გქონდეს აფიო მიზნები და აი ამ წიგნში არის განხილული 5 მიზანი. ეთყობა ხუთოსანი იყო ამ წიგნის ავტორი და სულ 5-ის გარშემო ვტრიალეთ. პირველი,
აძლიერებს ერთიანობასა და სულისკვეთებას. საერთო მიზნებისკენ სწრაფვა ამცირებს კონფლიქტებს, რათა ყველანი ერთსა და იმავეს ამბობდეთ და არ იყოს თქვენ შორის განხეთქილება. 1 კორინთელთა 1:10. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა ახლო მეგობრებიც კი ვიყოთ და ერთ ჯგუფში ვიყოთ, ჩვენ ხშირად დაგვჭირდება მიზნების შეხსენება ერთმანეთისთვის. აი, როგორც არ უნდა იყოს, ხო, აი ახლა რაზეც ვილაპარაკეთ, შემდეგ პარასკევს 5% თუ გვამახსოვრება ძალიან მაგრები. თქვენ დაგვჭირდება მიძღვნა საკუთარი თავის ამისთვის. დროის გამოყოფა. თქვენ დაგვჭირდება, რომ თქვენი ფოკუსი იყოს ამაზე. მეორე, ამცირებს იმედგაცრუებას. მეორე მიზეზი, რატომ უნდა ვიცოდეთ მიზნების მკაფიო ცოდნა რატომ არის კარგი. ამცირებს იმედგაცრუებას. მკაფიო მიზნები განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, რას აკეთებს ეკლესია, დაუკვირდით ახლა რასაც ვამბობ, არამედ იმასაც, რას არ აკეთებს. აი, ჩვენ ხანდახან ესე წარმოგვიდგენია ხოლმე, მოდი მაგალითი მოვიყვანოთ. ჩვენ ხანდახან წარმოგვიდგენია, რომ ეკლესია ყველას ყოველთვის ყველაფერს უნდა უჯერებდეს, ეხმარებოდეს, თუ დაინახავს ყველა გაჭირვებულს, ყველაფერი უნდა გაუკეთოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე არ არის, მეგობრებო. ეკლესიას უარის თქმაც შეუძლია. ეკლესია არ არის საქველმოქმედო ცენტრი. საქველმოქმედო ორგანიზაციები არსებობს. ეკლესიის ერთადერთი და უმთავრესი დანიშნულება ქველმოქმედება არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ აი ეს გვაქვს მიზანი და ეს არ არის მიზანი. ამის მეშვეობით შეიძლება ამ მიზანს ვემსახურებოდეთ, მაგრამ ზოგიერთი თვით მიზანი არ უნდა გახდეს. თუნდაც აი მაიკომ რო თქვა, რომ ლოცვა გვჭირდება. გეტყვით მეგობრებო, რომ არც ლოცვა არ არის მიზანი ეკლესიის. უი, ეს რა არასულიერად ჭღერს. თქვენი ცხოვრება რა არის? თქვენი ცხოვრების მიზანი რა არის? კამა? ნახე, ზოგიერთი ადამიანი იწყებს ცხოვრებას, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, ხო? იწყებს ცხოვრებას იმისთვის, რომ ჭამოს. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმისთვის ჭამს, რომ იწვევს. ნახეთ მეგობრებო, თქვენი ლოცვის დანიშნულება რა არის? ვიყოთ სიცოცხლეში, ვიყოთ უფალთან მოზიარეობაში, ვესმოდეს მისი ხმა და მისი ღირებულებების ცხოვრებაში გატარებას ვახერხებთ. ამის ლოცვის გარეშე მიღწევა შეუძლებელია. მაგრამ თქვენ გონია, რომ ლოცვა შენი უმთავრესი დანიშნულება და ვიტყვი, რომ აგერ ახლა მე დღეში 8 საათს ვილოცებ და ვინ იქნება ჩემზე სულიერი და ამ ლოცვაში მიღებულ გამოცხადებებს ცხოვრებაში არ დანერგავ, მაშინ შენი ლოცვა აზრს კარგავს. 50-იანელების პრობლემა სხვათა შორის ეგ არის ხოლმე. კონცენტრირებულები არიან. ლოცვა, სულიწმინდით ენებზე ლოცვა, სულიწმინდით ლოცულობ. თავარი ეს არ არის. თავარი ის არის იმ ლოცვაში, რასაც ღებულობ, გამოიყენო იმისთვის, რომ ღმერთსება აღასრულო. აი ასე მათქილად როდესაც დაისახავ რაღაცა მიზნებს, ეს დაგეხმარება, რომ ზედმეტად არ დაიღალო, ზედმეტად არ გაიტანჯო, ზედმეტ რაღაცეებზე ზედმეტი ენერგია არ დახარჯო და ბოლოს ცარიელ ტაშთან რო აღმოჩნდები, იმედგაცრუებული არ იყო. ყოველთვის უნდა დასვა კითხვა. დაშა, აგერ წეღანას სამბობდი, ხო? გვეხმარება კი ეს აქტივობა დასახული მიზნის მიღწევაში. აი თუ შენ რაღაცას გეგმავ და რაღაცას გაკეთება გინდა, მაგრამ საერთოდ დეკლარირებული მიზნების მიღწევაში არ გეხმარება, მაშინ უნდა დასვაკითხო, მჭირდება საერთოდ ეს? აი რისთვის მჭირდება? რატომ უნდა გავაკეთო ეს? აი შეიძლება შედიხარ მაღაზიაში და ძალიან მაგარი ფასდაკლება იყოს მანქანის რედუქტორზე. თუ ფასდაკლება $1000 ღირდა და $100 მაძლევენ. გვამაკა ბიცოლა. გუგლიმ შეხედა და მოდი 1-3 ცალი ვიყიდოთ. 1000 ღირდა და $100 გვაძლევენ. ხო, მაგრამ შენ რაში გჭირდება? თუ არ გჭირდება, ნახე, შენი იმედგაცრუება $100-იანი არის. როგორც მინიმუმ. ძალიან ხშირად იმის გამო, რომ რაღაცა ადვილად კეთდება, ვიღაცას რაღაცაში დაეხმარა, რაღაცა სიტუაციაში ამან იმუშავა, ან როდესღაც სადღაცა უმუშავია შენ ცხოვრებაში, შენ შეიძლება აქტიურდე, ან სადღაცა მოკარი ვიღაცას ყური, ნუ ეს ესე იყო და შენ საკეთებ, მაგრამ მე ქადაგებლებსაც კი ასე ვუსმენ ხოლმე თქვენ წარმოიდგინეთ. აი, როდესაც ვიღაცა ქადაგებს, ხო? ვისმენ, აი, კარგია, არაჩვეულებრივია.
ქრისტეს მიზანს რითი ემსახურება? რას გამიკეთებს იმისათვის, რომ ქრისტეს მიზანს მიუახლოვდე? პრაქტიკულად რაში მეხმარება? რამდენი რამე შეიძლება ილაპარაკო ადამიანმა ბიბლიიდან ისეთი საბოლოო ჯამში ვერ გამოიტანო დასკვნა და ვერ თქვა, აი ეს ქადაგება რომ მოვისმინე, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდი თემს მიზანს. აი უფრო გაუძლიერდი, უფრო გამთავისუფლდი, უფრო მოტივირებული ვარ, სადღაცა ჩავისწორე რაღაცა, სადღაცა მოვინანიე. არაფერი არ დაგჭა, არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ არაფერი არ დაგჭა. ვერ გაიგე. ანუ ჩვენი აი ეს აფიოთ მიზნების დანახვა ძალიან ბევრ თავის ტკივილს აგვარიდებს. იმიტომ რომ შეხედე რაღაცას გთავაზობენ, ჯდება ჩემს მიზანში, არა დროსაც აღარ დაკარგავ. და აი წარმოვიდგინეთ ახლა 20-30 კაციანი გუნდი ბრუკლინის ეკლესიის, რო იყოს ყველა ერთად დეკლარირებული რაღაცა მიზნების ერთობლიობაზე ორიენტებული და ყველას კონდეს აი კარგად გამჯდარი, რომ ჩვენ ამას ვაკეთებ და გახვედი კაფეში იმას ფიქრობ, ახლა რა მიზანი მაქვს აქ. გამოხვედი რაღაც სამსახურში იმას ფიქრობ, შეხვდი ვიღაცა საქართველოს, აგერ ახლა გუშინ მაიკოს გარო გამოვიდი, ორი კაცი გავა, სახელები და გვარები ვერ დავაცდენინე ხო რა. ისიც კი მითხრა ერთმა, საჩხერელი ვარო, მეორე თბილისელი. ხო და მეოთხარი. კიდეებზე იჯდნენ, ხო. მეოთხეზე ვცხოვრობ, მეოთხე ბრაიტონზე, მეოთხეზე. ხო და ერთმა მითხრა 16 წელი აქ ვარო. ჩაუსტვინე და ეგ რა არისო, მე 27 წელი აქ ვარო და მართლა გეუბნები ქუჩაში შემოხვედრა და შეიძლება დავხმარებოდი იმერც მაინც. ო იქ ზიან, იქ შენს ნახე? მაშინაც იქ იჯდე? მე რომ გავიგონე ხმა ეგრევე, კაცები სად მეოთხარი ხელე ჩამოვარ, დავაგურა მიმერლიშვილი, აბა სანაური კაცი ხარ. ო მეთქი დედული, მეთქი ეხლა არიკა, რაღაცა და არაფერი რა მოდი კიდე შეიძლება. მაგათ ხელში აქ დამასული. მაგრამ რო არ გავიფუჭოთ ისა. ჩემი მიზანი რა იყო იქ რომ მივედი ეგრევე? როგორ ფიქრობ რა იყო ჩემი მიზანი? თავარი ეგ იყო ჩემთვის რომ რაღაც გადარჩენაზე მიმიყვანა. უბრალოდ იმ მოკლე მონაკვეთში ხა ესენიც მელოდებოდნენ უკვე ბავშვი უნდა ჩამოეყვანა და თომის ჩამოიტანა რაღაცა. ვერ მოვახერხე იმ 5 წუთში მეტი. მაგრამ ვიცი რომ საჩხერელი არის, ვიცი რომ 16 წელი აქ არის, მეოთხე ბრაიტონზე ცხოვრობს და მეორე არაფერი არ მითხრა 27 წელი აქ ვარ, მაგრამ დანარჩენი ვერაფერი ვერ გავიგე. რა გიქნა შეგაცა 27 წელი. მეც ერთი კვირა აგერა ვარ, ერთი კვირა. არ მითხრეს ახლა რა ვიცი. კარგი, მესამე. რაში გვეხმარება კიდე მიზნების მკაფიო ცოდნა, დიო. ერთ წერტილში ფოკუსირებაში გვეხმარება. კონცენტრირების საშუალებას გაძლევს. ბავშვობაში გამადიდებელი შუში თვითსწონაშია. შენ რომ მავნებელი ხარ, კი ვიცი მე. შენც ხო? აი რო აიღებ, მზის ხივები ხო, შენს გიქნება ნათამაშები ყველა, ხო? მზის ხივები არის გაფანტული, ყველაფერს ანათებს, მაგრამ თუ მის კონცენტრირებას მოაქვს, რასაკეთებს? იმ წერტილში წვავს. ლაზერის ხივი ბეტონსაც და რკინასაც კი რატო იმდენად მოახერხა მეცნიერებამ, რომ სინათლის ენერგია კონცენტრირებულად გაუშვა ერთ წერტილში რო უთხოვს. ნახეთ, როგორი ძალა აქვს, როდესაც კონცენტრირებულად მიდიხარ და ერთი მიზნის განხორციელებას, ან რამოდენიმე მიზანზე ხარ გონება გამახვილებული. აი როგორი რაღაცა არის. აი ჩვენ როდესაც დავისახავთ კონკრეტულ მიზნებს და გვეცოდინება, რომ აი ეს 5 მიზანი ჩვენ გვაქვს სისრულეში მოსაყვანი ეკლესიაში. გადავინაწილებთ ძალებს, ერთმანეთს ხელს შეუწყობთ, გამუდმებით ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული. ჩვენ გაგვაჯანსაღებს და სხვანაირ გუნდად გვაქცევს მეგობრებო. და შეუძლებელია ამან არ იმუშაოს. იმიტომ როცა 10 კაცი სხვადასხვა ადგილას მუშაობს, ის ძალა არ არის, მაგრამ მიიყვანე ერთ მანქანას დააჭიდე და 10 კაცი რო აწევს თუ ვერ აწევს იმ მანქანას. სხვანაირი ძალა აქვს, ხო? როცა ბევრ საქმეს ედები, ეფექტიანობა იკარგება. რაღაცა მომენტში, აი სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ხო?
უბნის ხელმძღვანელიც ვიყავი, რაიონული პასტორიც, ასე ვთქვათ, ახალგაზრდული ხელმძღვანელიც ვიყავი, სამსახურშიც მუშაობდი, ყველაფერს ვედი 4 უჯრედი მქონდა, მე 5 გახდა, მე თავიდან 1 იყო, მე 4 გახდა, მე 5 გახდა, მე 6, მე ლიდერთა შეკრება, მე ეკლესიაში არ ვაყალდებოდი რაღაცა და რაღაცა მომენტში მივხვდი, რომ ახლა უკვე ასე აღარ შეიძლება. და ვთქვი, რომ ყველაფერს თავს ვანებებ, ვიქნები მარტო კონცენტრირებული ახალგაზრდულზე. ნუ ყველაფერი გადავანაწილე და გადავაბარე ვიღაცებს. იმიტომ რომ თუ გინდა რომ რეალურად რაღაცა შედეგი დადო, აუცილებლად კონცენტრირებული უნდა. შეიძლება დაიწყო ურის ცხობა, შეიძლება დაიწყო ბორშის კეთება, შეიძლება ეგერ ცხარი ჩამოატყავო, შეიძლება ხოლმე იმიტომ რომ საღამოს სტუმრები მყავს და მოვიდნენ სტუმრები და ეგერ მწვანილია ჩამწვარი ქვაფში. ეგერ ცომი ჩაგივარდა, დაგეწვა, ვერ გამოაცხეს. ხვარი კი არის დაკრული, ჩამოკიდებული, მაგრამ ჩამოწყავებული არ არის. ყველაფერი არის სანახევროდ გაკეთებული. ყველაფერს როედები. არ ჯობდა, იტყვით მე რომ ერთი ხვარი დაგეკლა, ბოლომდე მიგეყვანა და მწვადებს მაინც შევჭამ და ორში გაგეკეთებინა. ხო ჯობია ერთ საქმეზე იყოს ადამიანი კონცენტრირებული. ამიტომ არის კაფიოდ მიზნების დანახვა ასე მნიშვნელოვანი. თუ ვერ ხედავ მიზანს, როგორ იქნები კონცენტრირებული? როცა არ იცი მიზანი რა არის, როგორ იქნები დიო იმაზე კონცენტრირებული? ვერ იქნები. მეოთხე მიზანი, რატომ არის მიზეზი, რატომ არის კაფიო მიზნების ქონა კარგი? ხელს უწყობს მონაწილეობა. თანამონაწილეობას ადამიანის. როცა ეკლესია იცის, საით მიდის, ადამიანებს სურთ ამ გზის ნაწილი გახდნენ. ადექი ეზრას 10:4 რა უთხრეს ეზრას. ადექი რადგან ეს შენი საქმეა, თქვენ კი ხარს დაგიჭერთ. დაინახეს რომ ეზრას ჰქონდა მიზანი, კაფიო გეგმა სამოქმედო და ხალხი ენთუზიაზმით აებსო და უთხრეს ადექი შენ ხარ ეს შენი გეგმაა, თქვენ ამაში მხარს გიჭერთ და ყველანაირად ხარში. იოსებზე რა თქვა ფარაონი? რა კარგი გეგმა გაქვს. ნახე, ჩემს იმას გაძლევ მედალიონს, შენზე კარგად ამას ვერავინ ვერ გააკეთებს, ამიტომ მიყევი. რეალურად შანსი იმის რომ საქმე კარგად გააკეთოს იმ ადამიანს აქვს, ვისაც მიზანი აქვს კარგად დანახული და მკაფიოდ დანახული. თუ ვერ ხედავს რანაირად გააკეთებს. კი, ნუ მიზანი და გეგმა. ნახეთ, აი ხანდახან აი მაკოს ვეუბნები ხოლმე რა. აი იმას რო აპირებდიო, როდის აპირებო რაღაცას რომ მეტყვის ხოლმე რა, ხო იცი ხა მეუღლეს ყოველთვის უზიარებ რაღაცას და ასეთ რაღაცას ვეუბნები ხოლმე. რომ აი ტვინში ჯერ ვერ დამილაგდა ვიძახი, აი როგორც კი დამილაგდება ტვინში, მერე უკვე ეგრევე გადავალ მოხდა. ყველაზე ძალიან მანელებს, როცა აი აქ არ ვიცი ბოლომდე სურათი არ მაქვს შექმნილი. საქმე ვიცი რომ გასაკეთებელი, მაგალითად, რაღაცა მაქვს ასაშენებელი ან გასაკეთებელი, მაგრამ აქ მკაფიო ხედვა არ მაქვს, საიდან ვიწყებ, როგორ ვაგრძელებ, სამოქმედო გეგმა არ მაქვს, ზოგადად როგორ ფორმას ვაძლევ, ის არ ვიცი და ეს რო არა მაქვს, შენელებული კადრებით. როგორც კი აქ მილაგდება, გრევე გადავდივარ მოქმედებაზე. სკამი დაჭირდება, მაკო გამოაყოლოს. ნახეთ? როცა ზრახვები სუფთა გაქვს, პატივისცემას მოიხვეჭ, ასეთი გამონათქვამი არსებობს. მაგრამ როცა მკაფიო მიზნები გაქვს, თანამზრახველებიც გაგიჩნდებიან. ხედავ როგორია, აი თუ ადამიანი ხედავს, თან შუქიანთეთ გარეთ მეგობრებო, თუ ადამიანები ხედავენ რომ შენ მკაფიო გეგმა გაქვს, შუქიანთე მაკო გარეთ. აი შენ ადამიანების პატივისცემას დაიმსახურებ, თუ წრფელი და უანგარო გული გაქვს, მაგრამ თუ კარგი სამოქმედო გეგმა და მკაფიო ხედვა გაქვს, თანამოაზრეებიც გაგიჩნდებიან. სელფ-სერვისი არის. გვეხმარება მეხუთე მიზეზი, კაფიო ბიზნეს ქონის, არის ის, რომ გვეხმარება მსახურების ობიექტურად შეფასებაში. აი ეს არის ახლა ჩვენი პირველი მომენტი. რაღაცა საკითხებში. აი დავისახეთ მაგალითად 1 წლის წინ რაღაცა მიზნები. როცა რაღაცა მიზანს ისახავ და მკაფიო გეგმა გაქვს და იტყვი რომ 6 თვეში ეს უნდა გავაკეთო. 6 თვეში გაქვს თუ არა შესაძლებლობა, უშინ საერთოდ არ შეუწუხებლად, შენეთყობა თკვილის სისხლი გაქვს. 6 თვეში
გაქვს თუ არა შესაძლებლობა, რომ გამოიხედო უკან და შეაფასო ჩემი ამ დასახული მიზნებიდან ეს შევასრულე, ეს ვერ შევასრულე, ამაში სწორი აღმოჩნდი, ამაში არასწორი აღმოჩნდი, არის თუ არა ეს საზომი საშუალება იმისა, რომ შენი წარმატება გაზომო, შეაფასო, გეხმარება შენი მსახურების, შენი მიზნის ობიექტურად შეფასებაში. მეორე კორინთელთა 13:5-ში წერია: გამოსცადეთ საკუთარი თავი. ხართ თუ არა წმენაში. ეს როგორ ჟევს არა? შეიძლება ადამიანი ინერციით მიდიოდეს და ეგონეს რომ წმენით დგას, მაგრამ წმენა საიდან ვლინდება? წმენა ვლინდება შენ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებში. როგორ უპასუხებ ვიღაცას? როგორი რეაქცია გექნება რაღაცა გამოწვევაზე? აი როცა კრებაზე დადიხარ კვირაობით და თქვი რომ მე კვირა დღე მიუძღვენი ღმერთს და დადიხარ ყოველ კვირა კრებაზე და შაბათი ჩაგივარდა და ვერ იმუშავე. და უკვე აზრები მოგდის, რომ იცი რა, შაბათი ვერ მიმუშავე და რა ვქნა ახლა ეს კრებაზე სიარული როდემდე დამეხმარება მე. გადაწყვიტავ, ეს ჩემთვის ინდიკატორი არის, რამდენად ღრმად გჯერა. კვირას ვეხები, რომელიც აი ყველასათვის მიღებული არის, რომ ღმერთისათვის მიძღვნილი. აი სანდასთან ჩვენი რწმენა იცდება. და ჩვენ გამუდმებით გვჭირდება შეფასება საკუთარი თავის შვილებთან მიმართებაში. აი მე ხა ძალიან ისეთი ემოციური მამა ვარ სხვათა შორის და ჩემ შვილებში როგორც კი რაღაცა ისეთ ხასიათს დავინახავ, რომელიც ურწმუნოს ხასიათს უფრო გავს ვიდრე მორწმუნისას, გული ამემღრევა ხოლმე და აღარ ვიცი რა გავაკეთო და ვაუ სწრაფად რეაგირება მინდება და რაღაცები, მაგრამ გამოსცადე ხარ თუ არა წმენაში. შენი ემოციებით უნდა იმოქმედო თუ იმოქმედო როგორც ღმერთის სიტყვისადმი მორწმუნედან ნდობაში მყოფმა ადამიანმა. და აქ მეხმარება ხოლმე აი როდესაც ლოცვაში დამლაპარაკებია უფალი და უთქვამს შემთვის რაღაცა იმ აღთქმას ვიხსენებ ხოლმე და ვიძახი უფალო ჩვენ ეს გაქვს ნათქვამი და არ ვაძლევ ხოლმე ჩემს გულს იმის უფლებას რომ გადავიდეს და ხორციელად დაიწყოს მოქმედება, არამედ წმენაში დარჩეს. აფიო მიზნები რეგულარული თვითშეფასების საზომია. შემდეგი სლაიდი, ნუ ფოკუსის ძალაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. ბევრი განზრახვა ადამიანის გულში, მაგრამ უფლის განზრახვა აღსრულდება. გაფანტული სინათლე, როცა მზისხივები გაფანტულია, კონცენტრირებული ძალა არ არსებობს, ისინი ანათებენ, მაგრამ არ წვა და არ ფოკუსირდებიან და ენერგიას არ წარმოქმნიან. თუ გამადიდებელი შუშით მზისხივს ერთ წერტილში მოვაქცევთ, მას უკვე ცეცხლის დანთება შეუძლია. ეს არის ფოკუსის ძალა, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. როგორ უნდა განსავზღროთ თვის მიზნები ეკლესიისთვის და ძალიან მაგარი პრაქტიკა ქონდა სედლბეკის ეკლესიას და ამ წიგნში აღწერილი არის ეს პრაქტიკა და ჩვენ ამას შევხედავთ და პირველი აი რაც უნდა გავითვალისწინოთ, შევისწავლოთ იესო ქრისტეს მიწიერი მსახურება. აი ჩვენ დავუждეთ ეხლა და მოდი ჩვენ ეკლესიას მიზნები დაუსახოთ. შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რაღაცა. ზეგან წავიკითხეთ არა რომ იესო ქრისტემ თქვა რომ მე ავაშენებო ჩემს ეკლესიას. ეს მისი ეკლესია. ეს მისი მიზნებისთვის შექმნილი და გაჩენილი ეკლესია. ამიტომ ჩვენ ვერ გვექნება ჩვენი მიზნები. ჩვენ უნდა შევისწავლოთ იესოს რა მიზნები ქონდა. მით უმეტეს რომ ეკლესიას ქვია ქრისტეს სხეული. ნიკა რაღაცა ძალიან წყალია შეჭამე რაღაცა ეს დაღლილი მოხვედა. ნახეთ, რასაც ქრისტე აკეთებდა დედამიწაზე ყოფნისას, იგივე სურს დღეს გააკეთოს თავისი სულიერი სხეულის, ეკლესიის მეშვეობით. მეთანხმებით? ამაში ორი აზრი ხო არ არსებობს. აი, როდესაც ჩამოდიხარ მაიკოსკან და გვერდზე სახლის კიბეზე ხედავ რომ ორი ქართულად მოლაპარაკე ადამიანი ზის. შენს გულში ყოველ შემთხვევაში მე არ ვამბობ რომ ეხლა წახვიდე და უნდა დაიწყო ლაპარაკი და რაღაცა. შენს გულში როგორც მინიმუმ კითხვა მაინც უნდა გაჩნდეს. ახლა რო იესო ქრისტე ყოფილიყო ჩემ ადგილას, რას გააკეთებდა? როგორც მინიმუმ თუ ეკნებოდა დრო, დადგებოდა როგორც ჭასთან იდგა, ხო? და რაღაცა მიზეს მონახავდა რომ გამოლაპარაკებოდა. როგორც მინიმუმ.
ავიგონე აბა რა უქენიკეთ, ხო? ავიგონე ხმამაღლა ლაპარაკობთ ან იმერულად უქცევდნენ და. მაგალითად ეხლა იმ დღეს ლიდლში ვიყავ. და მამიკო რაღაცას ხვირი და ერთი კაცი მოვიდა რომ ქართული ხარ კი ქართველი ვარ. ჩემი შვილები ვარ ლაპარაკობენ ქართულად ამას როგორ ასწავლე. ახლა მარტო კანტონიაცის მოთხარ. ოდა ვიცნობდე თუ ერთმანეთს რომ ისიც კაი მაგარი ბიჭი იყო ცეკვის მასწავლებელი ვარო აქვს ცხოვრობა უკვე 9 წელიწადიაო თუ რაღაცაო ცოლი მყავსო 3 შვილიო აბა გავცვალოთ მევთხარი ტელეფონის ნომრები ეხაც კი მახსოვს ბექა რაგალიძე ცოტა უცნაური გვარი კი მომეჩვენა მაგრამ ეგ ერთ ცხოვრობს სტეიტენზე მევთხარი აუცილებლად შემოგეხმიანები აკპატიჟებ მევთხარი სახლში ჩემს ადგილას რო იესო ქრისტე ყოფილიყო როგორ მოიქცეოდა აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ხა მე არ ვამბობ რომ ყოველთვის რაღაცა არ გეგონოთ რომ ეხლა შუბზე ძარღვიმა გაწყვეტილი და ყოველთვის ეხლა ქართულს რო დავინახავ გამოვეკიდები და აბა რა ქვია ძმაო და არიქა ტელეფონჭა ყოველთვის ეგრე არ არის რა ქართველების დამინახია ლიდლში რო შევდივარ უკვე ქართულ ესეთი არწივისებურ გამოხედვაზე ეგრევე ვგრძნობ ხალია თუ კაცია მნიშვნელობა არ აქვს რა რო შეხედავ ტრამპი რა თუნდა ირანს ერთი ქართველი დაამარცხებს პერიოდს ისეთი გამოხედვა გვაქვს ყოველ შემთხვევაში მაგრამ ყოველთვის არ ვარ ხოლმე ახლა ისე მაგრამ ყოველთვის ვიცი რომ რაღაცას უნდა ვაკეთებდე იცი რა 10 შემთხვევიდან 3-ჯერ მაინც რო გააკეთო უკვე ნაყოფიერი ხარ და ნელა უფალი იმასაც დაგანახებს როგორ და რანაირად თუ კი იცი იესო რას გააკეთებ და ნახეთ შემდეგი კიდევ რა ანუ ჩვენ უნდა შევისწავლოთ იესო მიწიერი ცხოვრებისას რას აკეთებდა რომ დავინახოთ ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ ხო მეორე შეისწავლეთ ეკლესიის სახელები წმინდა წერილში და დაგეხმარება ეს რომ განსაზღვრო ეკლესიის მიზნები რა არის მაგალითად ეკლესიის სახელი ქრისტეს სხეული ქრისტეს საპატარძლო ღვთის ოჯახი ქრისტეს ფარა წყალი მოწოდეთ იგი ეგედებს მოთხრა ღვთის ჯარი ნახეთ როგორი დახასიათებებია ეხლა თუ შენ ჯარი ხარ ჩვენ თუ ეხლა ქრისტეს არმია ვართ ეს რას ნიშნავს მეგობრო ანუ რაღაცა ბრძოლაში გვიწევს გავლა ხო ყველა არ დაგიძახებდნენ ჯარისკაც ხო მე იქ თუ უფლის არმია ხარ ესე იგი შენ მხედარ მთავარიც ყავს თუ მხედარ მთავარი ყავს ესე იგი რაღაცა ბრძანებებს იძლევა თორე ეხლა ყარყარე ხო არ არის არა მხედარ მთავარი ჯარის გარეშე ნიკა თავის მაზოლს აჭერს ხოლმე თვითონვე სადაც უღიტინებს ხო კი ბატონო ზუსტად იცოდა თავისი მკაფიო მიზნები კი ბატონო ნახეთ როცა ქრისტეს ეკლესიის ეპითეტებს შევისწავლით ეს ჩვენს მიზნებს დაგვანახებს ხო შეისწავლეთ ახალი აღთქმის ეკლესიების მაგალითები თითოეული ადგილობრივი ეკლესიას თავისი თავისებურება ჰქონდა ანტიოქიას მაგალითად იერუსალიმის ეკლესიას სხვანაირი ეფესოს ეკლესიას და კორინთოს ეკლესიას სხვანაირი გამოწვევები და მიმართულებები ჰქონდა ხო როცა ამას შეისწავლე აი ასეთი კუთხით რო უდგები ახალ აღთქმასაც როდესაც კითხულობ ხო უკვე სხვანაირი განწყობით კითხულობ ხო მართალია რა უკვე სხვანაირად სწავლობ და ტვინში გელექება შეისწავლოთ იესოს მცნებები ახლა ნელა მიგვიყვანა იმ თავარ საკვანძო მომენტებთან საიდანაც ხუთი მიზანი განსაზღვრა ნახეთ შეადგინეთ ქრისტეს მცნებების სია და შეისწავლეთ ისინი ეკლესიის წევრებთან ერთად ეს მიზნების საფუძველია როცა ქრისტე გეუბნება რომ მაგალითად გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი ამას ვისეუბნებ მე თუ მეუბნება და ეკლესიას თუ მეუბნება ესე იგი ჩემი მიზანი რა ყოფილა მიყვარდეს მოყვასი ჩემი ეხლა თუ არასოდეს არ მოგიკითხავ თუ არასოდეს გამარჯვებას არ გეტყვი თუ შენთან ერთად ხაჭაპურს არ შევჭამ თუ შენთან ერთად კიბილს და სიხარულს არ გავიზიარებ მოზიარეობა არ მექნება შენთან რანაირად შევასრულებ აი ამ ცნებას ესე იგი რა ყოფილა მიზანი ერთ-ერთი მოზიარეობა შენ
ხედავთ როგორ გამოიკვეთა უცებ ერთი მიზანი მისი ერთი მცნებიდან და რამდენი ასეთი მცნება გვაქვს და რამდენი მიზნის დასახვა შეგვიძლია. ორი მთავარი კითხვა ლოცვაში. პირველი კითხვა. ვინ უნდა ვიყო? როგორი ეკლესია უნდა ვიყოთ? როგორი უნდა იყოს ჩვენი იდენტობა, ხასიათი და ფასეულობები და მეორე კითხვა. რა უნდა ვაკეთოთ როგორც ეკლესია? რომელი კონკრეტული მოქმედებები ასახავს ღვთის ჩანაფიქრს ჩვენზე? აი ახლა ცოტა უფრო ჩაუღრმავდეთ. პირველი კითხვა. როგორი ეკლესია უნდა ვიყოთ? იდენტობა ჩვენი როგორი უნდა იყოს? ნუ ამაშიც რა თქმა უნდა ღმერთი უნდა დაგვეხმაროს, მაგრამ აი სწორად განსაზღვრა ჩვენი იდენტობის ნახევარი საქმეა უკვე. ეხლა მე მაგალითად ვიცი რა. აი დათუნაზე მქონდა პრეტენზია, რომ შეეძლო მათემატიკოსი გამოსულიყო ან ფიზიკა მათემატიკური შეესწავლა ან კომაროვის სკოლაში ესწავლა სიტყვაზე ვიზახ, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე მქონდა ნიჭი. არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ დათუნას მაგალითად შეეძლებოდა, თუმცა შეიძლება შეუძლია კიდევაც, მაგრამ არ გამოუვლენია ეს რაღაცა. რაღაცა ვიდეო კლიპების მონტაჟი, ფილმების გადაღება და ეგეთი რაღაცები. სანდრო ბავშვობიდან, ხო? რაღაცებს აკეთებდა, ჩარლი ჩაპლინს უყურებდა, რაღაცა ცეკვებს გამდა, იღებდა მანქანებს, აწყობდა, მულტფილმებს იღებდა თვითონ, აი 10-11 წლის. მაგრამ მათემატიკაში არ ქონდა დიდი გასახადი. ახლა ნახეთ, მე როგორც მამა თუ აურიე ყველაფერი და ამას დავავალე, რომ ფიზიკოსი გახდეს. და ამას დავავალე, რომ თქვა სიტყვაზე მოჭიდავე გახდეს, სადაც არანაირი შეხება არ აქვს. ხო უკვე წყალში გადაყრილი ძალისხმევა არის, ხო? რეალისტური შეფასება, კვლევა და სწორად განსაზღვრა ეკლესიის ხასიათის, ეკლესიის იდენტიფიკაცია უკვე ნახევარი საქმე არის. ჩვენ აი ერთხელ თქვით, რომ როცა დავახასიათეთ, როგორი ეკლესია გვინდა იყოს, ხო? იქ ჩამონათვალში ძალიან ბევრი რაღაცა იყო. ძალიან ბევრი რაღაცა. ზოგიერთ რამეზე შეიძლება წლების მერე გულუბრყვილოდ გაგვეცინოს, მაგრამ ზოგიერთ რამეზე შეიძლება ვთქვათ, რომ ნახე როგორ მოვარდხით მაშინ. აი ჩვენ გვჭირდება სხვათა შორის სედელბეკის ეკლესიამ რა გააკეთა, იცით? შეისწავლა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ახლობლად არის ეს სედელბეკი, შეისწავლა იქ იმ ხალხის საჭიროებები, მიდრეკილებები და იქიდან გამომდინარე განსაზღვრა თავისი ფუნქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის მეგობრებო. რა უნდა ვაკეთოთ როგორც ეკლესიამ და რომელი კონკრეტული მოქმედებები ასახავს ღვთის ჩანაფიქრს ჩვენზე. აი ეს ლოცვა ასეთი ძიება, ხო? ჩვენ დაგვეხმარება, რომ ზედმეტი მინარევები მოვიშოროთ და ზუსტად ვიყოთ მიზანზე ორიენტირებული. აი აქ ესეთი რჩევა იყო. სრული სერიოზულობით გირჩევთ, ამბობს წიგნის ავტორი. აიღოთ ქაღალდი და კალამი და ჩაიწეროთ ყველაფერი, რასაც ღმერთი გეტყვით ეკლესიის მიზნების შესახებ. ეკლესიის შესახებ ბიბლიური ადგილების შესწავლას შეიძლება 6 თვიდან 1 წლამდე დასჭირდეს. და ეს დროის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინვესტიცია იქნება. ნახეთ მეგობრებო, წინა სლაიდიდან გამომდინარე გველაპარაკება ამას, ხო? აი რო ვთქვით, რომ შევისწავლოთ ეკლესიის სახელები, მიზნები, ქრისტეს მცნებები, ეს ყველაფერი. შენ როგორც ლიდერი, შენ როგორც მსახური ამ ეკლესიის, აი ხო ყოველდღიურად კითხულობთ წმინდა წერილს, უნდა კითხულობდეთ ყოველ შემთხვევაში. როდესაც გაქვს ერთი ბლოკნოტი და იცი, რომ შემდგომი 6 თვე ჩვენ მუშაობთ ჩვენი ეკლესიის იდენტიფიცირებაზე. ჩვენი ეკლესიის მიზნების იდენტიფიცირებაზე და წერთ მე რაღაცას რო წავიკითხავთ, ხო? რაღაცა მოხვდა გულში, დაინახე როგორც ეს ბრუკლინის ეკლესიისათვის გამოსადეგი მუხლი საიდენტიფიკაციო და ჩაიწერე. და შემდეგ აი რომელიღაცა ესეთ მსახურთა შეკრებაზე შენი მოიტანე, შენი მოიტანე და ეს მიზნები ყველამ ჩამოვწერეთ. ასე გააკეთა სედელბეკის ეკლესიამ და ისინი დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე და ესე მუშაობდნენ და აგროვებდნენ აღწერილობას ეკლესიისას და ეკლესიის მიზნების აღწერილობას.
ვიღაცამ დაწერა, რომ ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ მოყვასზე, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ გაჭირვებულზე. ვიღაცამ დაწერა, რომ ნახეთ, აი იესო ქრისტემ ცნებად დაგვიდო, რომ არა მხოლოდ შეიძინო ადამიანები, შენის კიდევაც უნდა დაიმოწაფო. ჩვენ ესე იგი მოწაფეობა, ეკლესია უნდა ეწეოდეს მოწაფეობას და რა გააკეთეს იცით ამათ? აიღეს ერთი დიდი დაფა და დაიწყეს ჩამოწერა იმისა, რაც მათ წმინდა წერილში დაინახეს ეკლესიის დავალებებში და მიზნებში და საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს რო ჩამოწერეს, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მოხვდა 5 სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფში და იყო 5 სხვადასხვა მიზნად. ის ყველა პატარ-პატარა რაღაცეები რო დაიწერა, საბოლოო ჯამში გაერთიანდა 5 სხვადასხვა მიზანში და აი ნახეთ რა მიზნებია ეს. როცა ჩვენს ეკლესიაში ასეთი შესწავლა დავიწყეთ, 5 დიდი ფურცელი მოვიტანე და კედელზე გავაკარე. პოულობდი მუხს და ვეკითხებოდით, რას ამბობს ეს ეკლესიის შესახებ? თანდათან გამოიკვეთა 5 თემა. პირველი, თაყვანისცემა, მუხლები ფისადმის სიყვარულის გამოხატვის შესახებ. თაყვანისცემაში მოიაზრება ნებისმიერი სახის ქმედება, როდესაც შენ გამოხატავ სიყვარულს შენი უფლისადმი. თაყვანისცემა არის მაგალითად, როდესაც ადგები და $5 ჩააგდები. თაყვანისცემა არის, როდესაც მაგალითად ადგები და უმღერი ღმერთს. თაყვანისცემა არის, როდესაც მაგალითად მადლობა შესწირავ, ან ხელებს აღაპყრობ, ან არ ვიცი რას გააკეთებ იმისათვის, რომ ღმერთისადმი სიყვარული გამოხატო. მე ერთხელ მაგალითად გეტყვით, აი ქუჩაში დაგდებული კაცი ჭუჭყიანი ბოდიში და ასრული შარდისაგან შარვალი და ყველაფერი შევიყვანე და აი ლოცვა მინდოდა და გამოგიტყდებით და აი ხელის დადება მეზიზღებოდა რა, ისეთი აი ზუნტლიანი იყო რაღაცნაირი და უცებ უფალი დაელაპარაკა ჩემს გულს. აი მე მიყვარს ეს ადამიანი და შენ შეიძლება რომ შეიყვარო და ვაიძულე ჩემ თავს რომ ჩავხუტებოდი ამ ადამიანს. მე მიმაჩნია რომ აი ეს ჩახუტება იყო ქრისტესადმის სიყვარულის გამოხატულება და თაყვანისცემა. ვხვდებით რას გულისხმობ? ყველაფერი რითაც გამოხატავ სიყვარულს ღმერთისადმი, ყველაფერი არის თაყვანისცემა. მეორე მახარებლობა. მუხლები, რომელიც ურწმუნოებისთვის სახარების მიტანის შესახებ გველაპარაკება. და რამდენი ასეთი მუხლი არის, ხო? მესამე, ურთიერთობა. მუხლები ქრისტიანობის ერთობასა და საერთო ოჯახზე, აი მოზიარეობა იქნება, ერთად პურის გატეხვა იქნება, რამდენი მუხლი არის და გამოიკვეთა და ჩალაგდა ეს ყველაფერი ურთიერთობაში. მოწაფეობა. მუხლები მორწმუნეთა სულიერი ზრდის შესახებ და მსახურება. მუხლები მოყვასისადმი სიყვარულის საქმით გამოხატვის შესახებ. ჩვენ ახლა შეგვიძლია, რადგან უკვე ველოსიპედი გამოგონებული არის, შეგვიძლია რომ აი ეს 5 კატეგორია ჩამოვიწეროთ და ერთნაირი ბლოკნოტები შევიძინოთ სულ მსახურმა. გამოვიწეროთ ესე, აი პირველი 5 ფურცელი იყოს მაგალითად თაყვანისცემა, მეორე 5 ფურცელი იყოს მახარებლობა, მესამე 5 ფურცელი იყოს ურთიერთობა და შემდგომი 6 თვის განმავლობაში, როდესაც ბიბლიას წავიკითხავთ, როდესაც ღმერთის ეკლესიის რაღაცა კონკრეტული მიზნის იდენტიფიცირება მოხდება და მიხვდები, რომ აი ამის გაკეთება რაღაცნაირად შეიძლება ბრუკლინის ეკლესიაში, ბრუკლინში და ზოგადად ნიუ-იორკში, ხო? მოინიშნო, ჩაწერო და შენი იდეაც მიაწერო. ეს რაში დაგვეხმარება? ეს სადაც წერია გამოგონებულია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი გახდება. 6 თვის განმავლობაში რომ ეს ვაკეთოთ, ეს ჩვენი გახდება. შენ ამ მუხლებს რო წაიკითხავ ყოველდღიური ბიბლიის კითხვის დროს, ეს შეგისის ხორცდება, გაგიჯდება გონებაში, რაღაცა იდეები მოგივა, რო იფიქრებ, ამას დაწერ, მერე გაგვიზიარებ, ხო? ეს შექმნის ჩვენსას, ჩვენს პროდუქტს, ჩვენ მიერ დანახულ 5 მიზანს. ეს ყველაფერი უკვე აღმოჩენილია და დანახულია, მაგრამ ამ კაცის რეკომენდაციაც არის, რომ თქვენ ცალკე შეისწავლეთო, თქვენს პროცესში იყოსო ეს დანახული და არა უბრალოდ ჩვენგან გადაღებული. შემდეგი, დიდი მცნება და დიდი დავალება. ეს 5 მიზანი. ყველაზე მკაფიოდ იესოს სიტყვების 2 მონაკვეთშია გამოხატული ეს 5 მიზანი.
დიდი მცნება. რომელია დიდი მცნება? ჩვენ ვიცით ხო? მათეს 22-ის 36-40. როდესაც ლაპარაკია იქ რომელია დიდი მცნებაო და უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "შეიყვარე უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და მოყვასი შენი როგორც საკუთარი თავი." ეს არის დიდი მცნება და მეორე დიადი დავალება, წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გიბრძანეთ. აი პირველი ესე იგი, პირველ მცნებაში ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი რჯული და წინასწარმეტყველია ამაზე ჩამოკიდებული და მეორე სამი კონკრეტული მოქმედება მთელი ეკლესიისთვის. აი ამ დიად მცნებაში და დიად დავალებაში ჩანს ყველაფერი. დიდ მცნებაში რა ჩანს? თაყვანისცემა, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით და მსახურება. გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავით. დიად დავალებაში რა ჩანს? მახარებლობა. წადით და შეიძინეთ მიმდევრები, შემდეგ მოზიარეობა. მონათლეთ ისინი, ანუ ღვთის ოჯახში გააწევრიანეთ და შემდეგ ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, დამოწაფება. ხედავთ ხუთი მიზანი როგორ განისაზღვრა? თაყვანისცემა, მსახურება, მახარებლობა, მოზიარეობა, დამოწაფება. აი მსახურებაში გულისხმობს ასეთ რაღაცას. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. რამდენი რამე. აი თუნდაც მაგალითად დამამცირებლად არ ვიძახი, სწორად გამიგეთ, მაგრამ რო ვიცი რომ სოლომონი მარტო ცხოვრობს ახლა იქ რაღაცა სახაზინო ოთახში და საჭმელი რო ენატრება ხოლმე ქართული და რომ რჩება ხოლმე ის ერთილობიანი მეუბნები სოლომონ აიღე თუ გინდა წაიღე. ზრუნველობაა, ხო? გიყვარს შენი მოყვასი და ეხმარები ან ვიღაცა აი მაგალითად ბორბალი საბურავი რო გაგისკდება და კვარა რო გაჩნდება იქ თავისი ინსტრუმენტები და რო გეტყვის ნუ გეშინია ძმაო აგე რა მოგემსახურები და გიყვარს ემსახურები ეს მსახურება არის. იქამ გადახედა მრავ თურმე შეიძლება ხო? არა ერთხელ ესო გვაძლევს დიდი მცნების ორ ბრძანებას და დიდი დავალების სამ დავალებას. ამ ხუთი პუნქტიდან გაუმდინარეობს ეკლესიის ხუთი მიზანი. არ ვიცი კიდე რამდენ ხანს გამიძლებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შუაზე გავტეხოთ. შევაჩეროთ და დანარჩენი მერე გავაგრძელებთ. ამ ხუთი მიზნის შემდეგ ჯერზე სათითაოდ განხილვას რომ მივყვეთ, მე მგონი ჯობია. კი, ამას ვწერდით ახლა, ამას შევწყვიტავთ და შემდეგ გავაგრძელებთ შემდეგ პარასკევს. კი ბატონო, ძალიან კაი. ამიტომ ჩაწერვას ახლა მე გავთიშავ.